ხელმკრივიდის პატარა ერთი მოგსამონწერილი სტროფი. წავიკითხავ თქვენი ნებართვით. თბილისში ვცხოვრობ და ქალაქურ გადაცეს ვნატრობ და აღარ მესმის ვინ არის ან მე ვინა ვარ. გუშინ მთელი დღე რუსთაველზე ვიდექი მარტო და იცი ერთმა ნაცნობაც არ გამოიარაო. არ იღლებოდაო ამბობდით. ეს ფრაზა მახსოვს ბევრჯერ გამიგია ხოლმე თბილისი იყო ურთიერთობაო. დღეს აღარ არის. აშკარად შეიცვალა რაღაცე როგორი იყო მაშინდელი ურთიერთობა, როგორი იყო მაშინდელი თბილისი და რატოა დღეს ასეთი? თბილისი ახლა თავის ცოდვა მადლით საინტერესო ქალაქი იყო ყოველთვის. ეხლა საინტერესო ქალაქია, მე არ მეჩვენება რომ აღარ არის საინტერესო. რა ნიშნით ვამბობ და რას გულისხმობ საინტერესოობაში? ერთ-ერთი შტრიხი ყოველ შემთხვევაში ცოცხალი ქალაქია. დღესაც ცოცხალი ქალაქია, ეს არ არის მუზეუმი. ეს არ არის დადიხარ ქუჩებში და ყავს მუზეუმი. სუნთქავს ეს ქალაქი. რაღაცა მოგწონს, რაღაც არ მოგწონს, ამას არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობა. შენთვის კი ზოგი რაღაც განერულებს, ზოგი გიხარია. ზოგს სიხარული შემოაქვს, ზოგს მიუღებლობა გაქვს რაღაც მიმართ. უფრო განმასხვავებელი იყო, რომ რა თქმა უნდა, მეტი სიფაქიზე იყო ურთიერთობებში. უკულტურობა არ იცვლებოდა პროგრესულობად. უზრდელობა არ იყო წახალისებული. უფრო მეტი სიფაქიზე იყო ურთიერთობებში. აი ხო მოქცევის წესი რას გულისხმობ. კულტურა სანამ იმ დიდ მოვლენად გადაიქცეოდა, ვიდრე როგორც ჩვენ რასაც გულისხმობთ, ზოგადად ქცევის წესს გულისხმობ. თავშეკავებიდან იწყება ხო კულტურა. პირველ ყოფილ ინსტინქტებზე თავშეკავებიდან იწყება. ეს თავშეკავების ისტორიაა კულტურის ისტორია. თავშეუკავებლობა არასდროს არ ითვლებოდა ამ ქალაქში პროგრესულობად. აი თქვათ რაღაცაზე ნაწყენი ხარ ადამიანზე არა, ან განრისხებული ხარ, მაგრამ ყველაფერს ხო არ გადაუსვამ ადამიანი ხარს რა, რაღაცას ხო იტოვებს, საკუთარი თავის პატივისცემას ხომ მაინც დაიტოვებს თუ სხვას აღარ სცემ პატივს არა. და თუ წაიშალე, მე რაღა მნიშვნელობა აქვს მართალი ხარ თუ მტყუანი ხარ. თუ სახე დაკარგი ადამიანის და კულტურის ნიშანწყალი აღარ არის შენში, რაღა მნიშვნელობა აქვს ისტორიის მართალ მხარეს დგეხარ, მტყუან მხარეს დგეხარ, შუაში დგეხარ თუ სადმე დგეხარ. ან საერთოდ დგეხარ თუ წევ ხარ, რაღა მნიშვნელობა აქვს.